მე ვარ ალექს ლაბაძე, ვარ 12 წლის. მე ვარ დათუნა ლაბაძე, ვარ 8 წლის. ჩვენ ვართ ძმები. ვარ მარინა ლაბაძე, ვარ ალექსის და დავითის ბებია. ჩვენ ბიბო ხშირად გვიკეთებს ხოლმე სადილს. ყოველ დღე ვაკეთებ, ყოველ დღე, იმიტომ რომ ერთ დღეს რო ვაკეთებ, ბევრი ვართ და მეორე დღის საჭმას არ სჭამეს ხოთა შორის. ახალი უყვართ. აქ რო შემოვედი, დავხვდა სამი ფერი, წითელი და მწვანე და ყვითელი. მივხვდი რომ უნდა გამენაწილებინა ეს პროდუქტები იმის და მიხედვით, თუ როგორი სასარგებლოა და როგორი მავნებელი. ავოკადო იმიტომ დავდეთ მწვანეზე, რომ კარგი ცხიმები აქვს. ბროკოლი ძალიან სასარგებლოა, დავდებ მწვანეზე. საერთოდ მწვანე პროდუქტებს ხშირად ხმარობთ ოჯახში. ეს არის ხორცი და მე დავდებ მწვანეზე. ხორცი იმიტომ დავდებ მწვანეზე, რომ შეიცავს რკინებს. კლაბ სენდვიჩი ძალიან უყვარს ჩემ ბიჭებს და მაინც ყვითელზე დავდებ. სენდვიჩი მზადდება კეჩუბით და მაიონეზით. ესე უყვართ, მაგრამ დავდე მაინც სასარგებლო არ არის და ამიტომ ხშირად არ უკეთებ. ეს არის პური და მე დავდებ ყვითელზე. ყვითელზე იმიტომ დავდეთ პური, რომ ცომია. ბევრჯერ არ იყენებს სადილზე. ღორის ხორციც ხანდახან ოჯახური უყვართ და ვიყენებთ მაშინ, მაგრამ ყვითელზე დავდებ. კრუასანები უყვართ. მაგრამ აიგ დავდებ. ეს არის დონატი და მე დავდებ წითელზე. დონატები იმიტომ დავდეთ წითელზე, რომ არა ჯანსაღია და შაქარს შეიცავს. სოსის საერთოდ არ ვყიდულობთ, არ ვიყენებთ. ეს არის კრუასანი და მე დავდეთ წითელზე. კრუასანი იმიტომ არის ცუდი, რომ ის შეიცავს ცომს და ცომი ცუდი არის ჩვენი ორგანიზმისთვის. ეს არის მალენი და მე დავდებ წითელზე. ძალიან ცუდია და ჩვენი კანისთვის არის საზიანო. ეს გაზიანი სასმელი საერთოდ ჩვენ არ ვიყენებთ. დავდებ წითელზე. მე ვჭამ ხოლმე შუა დღეს ხორცს. ჭამ შუა დღეს ოსტრს და გრეჩხას. დამკლავებს რომ გიმზადებთ ხოლმე. ბებო. მიჯერებენ ძალიან, არიან ძალიან კარგი ბავშვები და მინდა რომ ესეთი ნოყიერი საჭმელები ჭამონ, რომ იმიტომ რომ ენერგიას ხარჯავენ ბევრს, უმზადებ იმას, აი რაც მათ უყვართ, ვეკითხები, აი რა გიყვართ, რა მოგწონთ და მაგის მიხედვით. ფერები მათ ხო გავიმარტივათ ისა? ნუ ფერები მწვანე ვიცი რომ სასარგებლოა. მე ხშირად უყურებ მარი მალაზონიას გადაცემებს და ძალიან მომწონს და იქიდან ვიცოდი რომ რომელია სასარგებლო, რომელი არ არის და ამის მიხედვით ძალიან სასარგებლოა ესეთი გადაცემები საერთოდ, იმიტომ რომ ადამიანები ძალიან ხშირად იკვებებიან გარეთ. მე არ მივესალმები მაგას. და აი ესეთი გადაცემები აუცილებელიც არის, რომ ადამიანმა ისწავლოს, აი რა არის სასარგებლო, რა არის ჯანსაღი, რა არ არის სასარგებლო. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მარი მალაზონიას აზრი ნამდვილად, იმიტომ რომ არის არაჩვეულებრივი ექიმი, განათლებული და აი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის ნამდვილად. ამ სიუჟეტმა სიმართლე გითხრათ ძალიან თბილი გრძნობები აღმისრა დარწმუნებული ვარ თქვენც და ძალიან ბევრ ჩვენგანს გაახსენდა ბებოს მომზადებული კერძები, როგორ განსაკუთრებულ სურნელს და სითბოს ატრიალებს ნებისმიერ ოჯახში. ზოგადად ოჯახური კვების მოდელი რომ განსაკუთრებულია და უკიდურესად სასარგებლოა, თუნდაც სოციალური კომუნიკაციის კონტექსტში, მე ვფიქრობ ამაზე ჩვენმა მაყურებელმა ისედაც ძალიან ბევრი მოისმინა სხვადასხვა დროს ჩვენს გადაცემებში, მაგრამ ქალბატონმა მარინამ ისე სწორად ჩამოაყალიბა რა არის ორიენტირი საოჯახო კვების მოდელში, მე სიამოვნებით გავიმეორებ. როდესაც მაგალითად საყვარელი შვილიშვილების გემოვნებას ვითვალისწინებთ, რა უყვართ, რა მოსწონთ. სწორედ ამას გაუსვა ხაზი. მან ასევე ბრძანა რომ ითვალისწინებს ენერგეტიკულ დანახარჯს. ბევრს მოძრაობენ, ცელქობენ პატარები და რა თქმა უნდა ამ ენერგიას შევსება სჭირდება, მაგრამ შევსება სწორად და განსაკუთრებული ხაზგასმა იმისა, რომ ოჯახში მწვანე პროდუქტები უყვართ, სიმართლე გითხრათ ძალიან მომეწონა და ისიც მომეწონა, რომ პრაქტიკულად არ იყენებენ ზოგიერთ პროდუქტს დასახელებულს, მაგალითად სოსის, გაზიან სასმელს, რაციონში საერთოდ არ გვაქვსო, ასე ბრძანა ქალბატონმა მარინამ. განსაკუთრებულ ყურადღებას ალბათ პატარები იმსახურებენ, იმიტომ რომ თუმცა არც ისე პატარები, ძალიან სერიოზული კაცები ბატონი ალექსი და ბატონი დავითი, როდესაც ისინი ძალიან დასაბუთებულად გვეუბნებიან, რომ ავოკადო კარგია, იმიტომ რომ მასში კარგი ცხიმია, ხორცს იყენებენ, იმიტომ რომ იციან, რომ მასში
რკინა და მარილთანაც ფრთხილად არიან. თუმცა არა მარტო იმიტომ, რომ კანზე ახდენს გავლენას. კანი არის ჩვენი ორგანიზმის ნაწილი, მართალია ყველაზე დიდი ორგანო, მაგრამ მარილი სხვა სარეგულაციო მექანიზმებს არღვევს, რომელიც შეიძლება რასაკვირველია კანზეც აისახოს, მაგრამ მთავარი მაინც სხვა ძირითადი მექანიზმები. ამიტომ მათი ცოდნა შეიძლება დღეს თქვენთვის არ არის საჭირო, მაგრამ ის რომ მარილს ფრთხილად იყენებთ, მე ძალიან მომწონს. და კიდევ ერთი თქვენ ახსენეთ ცომი. დათუნას და ალექსის მიმართა. რამდენჯერმე ახსენეთ ცომი, როგორც არასასარგებლო პროდუქტი და უკიდურესად საზიანო. ცომი გააჩნია რა შემთხვევაში. აი ეს მექნებოდა დაზუსტება აუცილებლად, იმიტომ რომ გააჩნია რომელი პროდუქტისგან არის მომზადებული, მაგალითად მთლიანი მარცვლეულისგან მომზადებული პროდუქტები ყოველთვის ბევრად უფრო სასარგებლოა, ვიდრე რაფინირებული, უკიდურესად დამუშავებული და გაწმენდილი პროდუქტებისაგან. ძალიან მნიშვნელოვანია, როგორი წესით არის ეს ცომი მომზადებული და ჩვენ შევთანხმდით ეგრეთ წოდებულ დედაზე მომზადებული ცომი რამდენად მნიშვნელოვანია და როგორ არის გამომცხვარი, როგორ არის შეხამებული სხვა პროდუქტებთან, მაგალითად ბოსტნეულთან, მაგალითად ცილოვან კომპონენტთან და ასეთ შემთხვევაში მარცვლეულ ბურღულეული ცილასთან, ბოსტნეულთან ერთად ქმნის იდეალურ კომბინაციას. მოკლედ დღეს ძალიან საოჯახო თემა გქონდა, ძალიან საოჯახო გამოცდილება მივიღეთ, უკიდურესად თბილი იყო ეს ისტორია.